რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება, რომ აქ თავის ტვინში რამე ხომ არ ხდება. თავის ტკივილი, უმეტესწილად ეს არის გულისრევა პირღებინება. ძლიერი არის ამ დროს ნეიროონკოლოგია, იმიტომ რომ ძალიან რთულად მისახვედრი ხდება ხოლმე რიგ შემთხვევებში, რომ არავინ არ წარმოიდგენს პირდაპირ, რომ ბავშვი აღებინებს ბევრს და მას შეიძლება კონდეს თავის ტვინის სიმსივნური წარმონაქმნი. პირისპირ გიხდება მშობლისთვის დიაგნოზის გამჟღავნება. კი ბატონო. რამდენად რთული პროცესია ბავშვის მშობელს უთხრა, რომ ხო დამანგრეველი, ანუ ამას ალბათ სიტყვებითაც ვერ გადმოგცემთ. და რამდენად ხშირია ხოლმე. ვერ ახერხებ ამ სიმსივნის ბოლომდე ამოკვეთას. თქვათ არის თავის ტვინში რაღაცა ესეთი კაკლის ზომის ყველა სიმსივნე და ვერ მოაცილეს სრულად, ხო? მაქსიმალური ამოკვეთა, მინიმალური დაზიანების ნაკლოვანებით რაც შეიძლება გავახანგრძლივოთ პაციენტის ცხოვრება. საღამოშვიდობისა, პარასკევის საღამოა და ეთერშია ჩვენი პოდკასტი ექიმი მიკროფონთან და მე დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარი გახლავთ გულმანიაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნეიროქირურგი არჩილ ლაკლაძე და დღევანდელი პოდკასტის თემა იქნება ნეიროონკოლოგია პედიატრიულ კონტინგენტში. ვფიქრობ წინ საინტერესო პოდკასტი გველის, მანამდე მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი, მოგვიწონოთ და გამოგვიწეროთ, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი мотиваცია, რომ ახალ-ახალი საინტერესო თემები და სტუმრები წარმოგიდგინოთ. არჩილ, მოგესალმები, მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ დღეს ხარ ჩვენი სტუმარი. ხო, ვიცი, რომ პირდაპირ ოპერაციიდან მოდიხარ, რომელიც დღეს ჩაატარე იაშვილის კლინიკაში. თემა საკმაოდ აქტუალურია და სამწუხაროდ ახლა ოფიციალურად სტატისტიკა არ გეცდება, მაგრამ საკმაოდ მომრავლებულია პედიატრიულ ასაკში თავის ტვინის სიმსივნეები და ერთ-ერთი რთული ნოზოლოგია, ხო? ხო, ახლა თქვენი დაკვირვებით როგორ ხდება, ანუ რამდენად მე გითხარ რომ მომატებულია, მაგრამ რამდენ დიაგნოზს ვსვავ თავის ტვინის აღთვისებიანი სიმსივნისა თვის განმავლობაში მაგალითად. ანუ ჩვენი დაკვირვებით და ჩვენ ჰოსპიტალში ესე ვთქვათ იმ პაციენტთა რაოდენობა რაც გადის საშუალოდ ესე რომ ვთქვათ ყოველ თვე დაახლოებით 4-5 ქირურგიული ჩარევა რიგ შემთხვევებში კეთდება. უმეტესწილად კი ბატონო თავის ტვინის მოცულობებს ვეძახით ხოლმე. მოცულობითი წარმონაქმნი, კი ბატონო, თავის ტვინის მოცულობითი წარმონაქმნი და ყოველთვის ვამბობთ, სანამ ამისი ვერიფიცირება უკვე შემდგომი არ მოხდება ჰისტომორფოლოგიურად, მოლეკულურით, კი ბატონო. დაახლოებით 4-დან 5 პაციენტამდე კეთდება, აქედან ალბათ 80-90% ყოველთვის თავის ტვინი არის, უკვე შედარებით ნაკლებად არის ხოლმე, ალბათ შემთხვევათ არის ყოველთვის 10% შეიძლება ზურგის ტვინი იყოს, ან კიდევ უფრო ნაკლებიც არის, ესე ვთქვათ. ძირითადად ესეთი პაციენტების, ესე ვთქვათ, დიაგნოზის დადგენა ხდება როგორც ანუ საწყის ეტაპზე ჩივილებით, სრულიად შემთხვევით შეიძლება აბსოლუტურად სხვა ჩივილით მოხვდეს ჩვენს ჰოსპიტალში და იქ მივიტანოთ ეჭვი და დაიწყოს, ასევე ხდება სხვადასხვა რეგიონიდან და სხვადასხვა ჰოსპიტალიდან ესეთი პაციენტების გადმომისამართება, რაც ბოლო წლებში გარკვეულწილად უფრო დაიხვეწა და იმედი გვაქვს, რომ კიდევ ბევრი არის მაგაზი სამუშაო, რომ უფრო უნდა დაიხვეწოს, იმიტომ რომ მსოფლიოს მასშტაბით რასაც უყურებთ, ჩვენი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში აუცილებელია პედიატრიული ნეიროქირურგიაში ვიტყოდი განსაკუთრებით ონკოლოგიაში და კიდე სხვა პათოლოგიებშიც ესეთი პაციენტების ერთ წერტილში რეფერირება და ერთ წერტილში მათი კონცენტრირება, ვინაიდან გამოცდილება იქნება ეს თუ სხვა ტექნოლოგიური მხარდაჭერა ერთ ადგილში როცა იყრის კონცენტრირებულია. ასეთი პაციენტების კი მკურნალობა. ანუ შენ ცენტრალიზაციის მომხრე ხარ და არა დეცენტრალიზაციის. ცენტრალიზაციის მომხრე კი ბატონო. ამაზე შეგვედავებიან ბევრი ადამიანი, მათ შეიძლება შეგვედავოს, ხო, მაგრამ ხო, რთული შემთხვევების მართვა, რა თქმა უნდა, ჯობია რომ ისეთ ადგილას მოხდეს, ხო. ხო, აი მოცულობითი წარმონაქმნი ახსენე და მოცულობითი წარმონაქმნი ყველა თავის თავში არ გულისხმობს, რომ ეს შეიძლება იყოს ავთვისებიანი წარმონაქმნი, ხომ და ეს კი, რა თქმა უნდა, ხა ქირურგი, როდესაც ხსნის და ღიად უყურებს, თავისი სტრუქტურიდან გამომდინარე ის ხვდება, ხო, იქ როგორი ფორმა აქვს, ხო, და ეს მეტნაკლებად
აუცილებლად ხვდები, მაგრამ სანამ არ გვექნება დადასტურებული დიაგნოზი, ხო? ამ შემთხვევაში რთულია საუბარი, მაგრამ ნებისმიერი წარმონაქმნი თავისთვის საკმაოდ პრობლემური არის, იმიტომ რომ ეს კეთილთვისებიანი იქნება თუ ავთვისებიანი, მისი ზრდის პროცესში ხდება კონკრეტული ნერვების დააზიანება. და შენ ახლა თქვი, რომ სხვადასხვა ჩივილები არისო და აბსოლუტურად სხვა ჩივილებით მიდიან სხვა ექიმებთან და მე ცოტა დაგვიანებითაც კი ხდება ხოლმე თავის ტვინის რაღაცა მოცულობითი წარმონაქმნის დიაგნოსტირება. რა არის, რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება, რომ აქ თავის ტვინში რამე ხომ არ ხდება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით თავის ტვინის სიმსივნეები შეიძლება თანდაყოლილიც იყოს ბევრი მათგან. კი ბატონო და მოცლად ყოფნიდან ვითარდება. ანუ ალბათ რითაც გამოვარჩევდით პედიატრიულ ესე ვთქვათ პოპულაციას მოსდილებისგან უმეტესწილად თუ ხდება ონკოლოგიური პროცესის დაწყება და ზრდა ამისი უმეტესწილად ჩივილები რაც შეიძლება ამ დროს გააჩნდეს პედიატრიულ პაციენტს არის განპირობებული მომატებული ქალაში და წნევისგან. ეს რა არის? ანუ უმეტესწილად ეს არის თავის ტკივილი, უმეტესწილად ეს არის გულისრევა პირღებინება, რომელსაც ახსნადი პრაქტიკულად ანუ სხვა თუ გასტროენტეროლოგიური პრობლემის თუ სხვა რაღაცის გამო არ ხდება. ეს არის დაქვეითებული ცნობიერება. ეს არის ყველაზე ხშირი და ყველაზე დაქვეითებულ ცნობიერებაში მარტივად ვთქვათ, რომ ძილიანობისკენ მიდრეკილება. მიდრეკილი არის, კი ბატონო. ერთადერთი ძალიან რთულია თავის ტკივილი ხარ, როდესაც 2 წლის ბავშვი არის საუბარი, ის ვერ გამოხატავს ეს იმდენად, ანუ შესაბამისად აგზნებულია უფრო რაღაცა აწუხებს. და ძალიან ესე ვთქვათ ცბიერი არის ამ დროს ნეიროონკოლოგია, იმიტომ რომ ძალიან რთულად მისახვედრი ხდება ხოლმე რიგ შემთხვევებში, რომ არავინ არ წარმოიდგენს პირდაპირ რომ ბავშვი აღებინებს ბევრს და მას შეიძლება კონდეს თავის ტვინის სიმსივნური წარმონაქმნი, ესე ვთქვათ. ამიტომაც ყველაზე ხშირი ეს მომენტი არის, მაგრამ როდესაც აუხსნელი ხდება, ალბათ ჩვენი მოკრძალებული რეკომენდაცია იქნება, რომ რაც შეიძლება ადრეულად არ არის აუცილებელი პირდაპირ ნეიროქირურგთან მოხდეს. ძირითადად ნევროლოგთან შეიძლება მოხდეს და მან მიიტანოს ეჭვი. შედარებით იშვიათ სიმპტომებს, რაც მიეკუთვნება, ეს არის უკვე მოზდილებს, რითაც გავს. ანუ მოზდილებში, როდესაც უკვე ხდება მოცულობითი წარმონაქმნის ჩამოყალიბება თავის ტვინში, მათ სხვადასხვაგვარი ნევროლოგიური სიმპტომატიკა შეიძლება ჩამოუყალიბდეთ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, თავის ტვინზე სხვადასხვა სტრუქტურაზე ზეწოლის გამო. მაგალითად, კიდურებში მოძრაობის შეცვლა, შესუსტება, ძალის შესუსტება, კი ბატონო, რომელიც თავიდან შეუმჩნეველია, მაგრამ მერე გამოხატულია. ერთ-ერთი ყველაზე, ესე ვთქვათ, გამოხატული სიმპტომატიკა არის ეპილეფსიური გულყრები, ანუ კრუნჩხვებს, რასაც ვეძახით ხოლმე, ესეც ასევე ზეწოლის გამო, ხედელობის გაუარესება, თუ ჩვენ ეს გვაქვს ჰიპოფიზზე საუბარი, იმიტომ რომ ხედელობის ნერსაწვება ერთ შემთხვევაში მეტყველების გაუარესების ეფექტი არის ხოლმე, კი ბატონო. ასევე ბავშვთა ასაკში ტრემორი კანკალი. კი ბატონო, ასევე კოორდინაციის, სტატოკოორდინაციის დარღვევები, არა მარტო ტრემორი კანკალი, არამედ რიგ შემთხვევებში შეიძლება ეს გამოხატული ტრემორი არ იყოს, მაგრამ რაღაც საგნის მიმართ, როდესაც ხელი მიაქვს ადამიანს, ანუ კონცენტრირებული, ანუ მიზანმიმართული მოძრაობა როცა არის, მაშინ ეს ტრემორი ამას ვერ გააკეთებს თვალდახურჯული ცხვირა. ხშირად რასაც კი ბატონო, ცხვირზე თითქმის ასევე არის ხოლმე, რომ თვალღია სტატოკოორდინაციაში თქვა, კარგად არის, მედგრად არის, მაგრამ თვალს დაახუჭინებს თუ არა და ეს ცნობილი ფეხები ერთად ხელები წინ თვალით დაახუჭეთ, ამ დროს უკვე ძალიან კარგავენ. მაგას იცი რომ მეც ვერ ვაკეთებ? ესე თქვა. ეგ არ ამგონი ეს და ერთ-ერთი მთავარი აზრი რაც უნდა ვთქვათ, რომ მოცულობითი წარმონაქმნის ზრდა არ არის ერთი სიმპტომით არ ვლდება. მაშინ ესეთი შეკითხვა მექნება, აი, როდესაც ბავშვს აქვს პირობითად პირღებინება, ხომ, თავისთავად დისპეპსიური მოვლენებისკენ ჩდება პირველი ეჭვი და რაც ლოგიკურიც არის, ახლა ყველა ბავშვს მაგნიტორეზონანსულ კვლევას და კომპიუტერულ ტომოგრაფიას არ ჩაუტარებ, მაგრამ აი ჩვენ ახლა რაღაცა ტესტები ვთქვით, რომ ნევროლოგის კონსულტაცია პირღებინების დროს მინიმუმ მაინც არის აუცილებელი, რომ ნევროლოგიური სტატუსი ტესტები შეფასდეს. ვართ იმ კვლევების, რომელიც ახლა ბავშვთა ასაკში, კომპიუტერული ტომოგრაფია საერთოდ ვცდილობთ, რომ საზოგადოება და იციან მათ უკვე და კიდევ უფრო ვცდილობთ, ეს დასხივებაა და ამას ჩვენ მხოლოდ urgenzიის დროს ვიყენებთ, როცა საჭიროა. MRT კვლევა ძალიან კარგია, მაგრამ სამწუხაროდ ბავშვთა ასაკში ძირითადად ჭირდებათ მათ დაძინება. აი ნარკოს რასაც ვეძახით ხოლმე, უბრალოდ სუბუქი, ესე ვთქვათ, სედაციით, კი ბატონო და ამიტომაც სედაციას, როდესაც
ვაძლევთ ეს არა მიზანმიმართლეც ესეც არ არის კარგი, მაგრამ ყველაზე ესე ვთქვათ უსაფრთხო და ბანალური ალბათ იქნება, როცა ეს პირღებინები მოდის ისეთი რომ არაფერს არ უკავშირდება, მინიმუმ ნევროლოგიის ჩართულობა ყოველთვის უფრო აკადემიურია და სწორი არის ადრეული დიაგნოსტიკისთვის. ასევე ადრეული დიაგნოსტიკა ახსენეთ აქვე ბოდიში რომ შეგატყობინე, ადრეული დიაგნოსტიკა ონკოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თან როდესაც ნერვებს ეხება ხო საქმე, იქ თუ ნერვი დაზიანდა იმ დაზიანებულ ნერვულ ქსოვილს სტრუქტურაზე კი ზეწოლისგან ხო ძალიან ალბათობა არ აქვს ნაკლებია მიუხედავად იმისა რომ ნეიროპლასტიურები არიან შედარებით ბავშვები მაგრამ მაინც ამიტომ რაც უფრო ადრე მოხდება დიაგნოსტირება გამოსავალი ასევე ქირურგიულადაც მარტივია უფრო კი ბატონო იმიტომ რომ მომარაგება ნაკლებია ალბათ კიდევ პრევენციაში რასაც ხაზი უნდა გაისვას ერთად ბავშვთა ასაკი განსხვავდება მოსდელთას ეს არის ჩვენ მქონდა ესეთი რამოდენიმე შემთხვევა რომ აუცილებლად ყოველთვის ჩვენთან როცა ხდება წლამდე ასაკი ვისაც აქვს ყიფლიბანდი ჯერ კიდე არ აქვს დახურული და ღია აქვს ყველას უწევთ ნეიროსონოგრაფია აუცილებლად პროფილაქტიკურ სანამ დაიხურება იმიტომ რომ მქონდა კვლევაც ჩემთვის სადაო არის აი ამ ძალიან ბევრს უნიშნავენ თითქმის ყველას უნიშნავენ ხოლმე და აი უნდა ჩატარდეს თუ არ უნდა ჩატარდეს. ლიტერატურით რო გადახედოთ, ანუ ვინაიდან ნეიროსონოსკოპია არ აფუჭებს არაფერს, მე ყოველთვის ამის მომხრე ვარ. კვლევა რომელიც არ არის დამაზიანებელი, არ შეიცავს რისკებს, როგორც თქვა, სედაციას. ულტრასონოგრაფიით. ულტრასონოგრაფია არის. ამას ყოველთვის ხას უსვარ, რომ კი ბატონო, იმას თავისი, ესე ვთქვათ, სპეციფიურობა შეიძლება მაღალი არ ქონდეს, თუმცა მინიმუმ დაშავებით ის არაფერს არ არის. მაგას დასვლა არ აფინანსებს ხო? ნეიროსონოსკოპიას ბავშვთა ასაკში აფინანსებს კი აფინანსებს კი არ ქონია ხოლმე პრობლემა ხე გააჩნია სხვადასხვა პაკეტები და შეიძლება იქ ესე ვთქვათ თამაშის წესები სხვადასხვა მაგრამ უმეტესწილად ბავშვთა ასაკში აფინანსებენ და ქონია ჩვენ შემთხვევები რომ აბსოლუტურად სხვა მეგობარი მყავს ნეიროქირურგი და აი ხო მაგ თემასთან დაკავშირებით ის ძალიან რეზისტენტობას იჩენს რომ ხო აი ბულშიტ არისო ნეიროსონოსკოპია რაღაც სამხრივ კი მაგრამ როდესაც მოცულობაზეა თანდაყოლილზე საუბარი ის მაშინ დიაგნოსტირებ ხო შეიძლება პირდაპირ მოცულობა არ ნეიროსონოსკოპიის აზრი კი არა მოცულობა დაინახოს ნეიროსონოსკოპიის აზრი არის გაცეს კითხვას პასუხი რაიმე ხდება თავში თუ არა ან მეორად პარკუჭები თუ არის გაფართოვებული ის უკვე საკმარისია ჩვენს პრაქტიკაში რო არ ყოფილიყო რომ ეს სრულიად რუტინულად დანიშნულზე ყოველგვარი ჩივილის გარეშე ესე ვთქვათ აი ცოტათ ესე ყიფლიბანდი არ მოიწონათ ესე ვთქვათ და შემდგომ ამან მიგოყანა სხვადასხვა ესე ვთქვათ ასე ჩივილებამდე ამიტომაც რეკომენდაციას უწევთ ხოლმე თქვენი კოლეგაც და მე ჩვენი კოლეგაც და მეგობარი მართალი ამას არ ვეყრდნობით მაგრამ მინიმუმ ამოწურული გვაქვს ის რესურსი რომ არ რჩება ესე ვთქვათ რომ აი რაღაცა არ გავაკეთეთ ამიტომაც ნუ მაინც კეთილი როგორც წესი პრაქტიკაში ხდება ხოლმე ასე რომ როდესაც მიიტანენ ნეიროონკოლოგიაზე ეჭს, რადიოლოგი უშვებს პაციენტს ნეიროქირურგთან და ეუბნება რომ აჩვენეთ ეს მონაცემები ნეიროქირურგს და ადამიანი მოდის მშობელი, ბავშვის მშობელი მოდის პირდაპირ ნეიროქირურგთან და პირისპირ გიხდება მშობლისთვის დიაგნოზის გამჟღავნება. კი ბატონო. რამდენად რთული პროცესია ბავშვის მშობელს უთხრა რომ ხო ძალიან რთული მომენტი არის ანუ ეგ სწორად აღნიშნე ანუ ყოველთვის არ ხდება თუმცა ნუ უმეტესწილად ეხა როდესაც ესეთი ჩივილები რას თქვით მოდის და ვიღაცა ეტყვის რომ თავი გადაიღეთ აქ ნუ MRT კვლევაზე და ნახოთ შობელი ანუ და მით უმეტეს დღესდღეობით MRT შეიძლება ხამიც გადაიღოს ადამიანმა არავინ დროს არ კარგავს პირდაპირ მიდის შესაბამისად სანამ იმის ინტერპრეტირება მოხდება სურათით უკვე მოდის ნეიროქირურგთან რომ რა ხდება როდესაც ხედავთ მოცულობას ალბათ ნუ პირველ რიგში რასაც ვითვალისწინებთ და სანამ მშობელთან მოხდება კომუნიკაცია პაციენტის ასაკი ანუ ჯერ ვცდილობთ ყოველთვის მშობელს გავესაუბროთ ყოველთვის ზოგიერთი მედიცინის მხარე მიმართულია რომ პაციენტსაც აუხსნას მაგრამ პირველ რიგში მშობელთან დამანგრეველია ანუ ამას ალბათ სიტყვებითაც ვერ გადმოგცემთ ანუ როგორც მშობლისთვის რა თქმა უნდა ეს ექიმისთვის ძალიან რთულია იმიტომ რომ ჩვენ როგორ გითხრათ სხვადასხვა მოცულობების გამოსავლები გარკვეულწილად როცა დაინახავთ იცით სამწუხაროდ რაც არ უნდა გაკეთდეს და როგორც და სადაც არ უნდა გაკეთდეს იმას რა შედეგებამდე მიყავს ადამიანი შესაბამისად თქვენ ეს წინასწარ უკვე იცით და ამის მიწოდებას მაინც მშობლისთვის ყოველთვის ვცდილობთ იმ თვალსაზრისით რომ არ ესე ვთქვათ დაყაროს ფარხმალი ანუ პირველი ყოველთვის ვცდილობთ რომ დელიკატურად ანუ არ უნდა იყოს რომ არას არ ვითანხმები რომ თქვენ გაქვთ თავისთავის სიმსივნე უარესი უნეთოება თავისთავის კიბო ეს საერთოდ ამის არის ამიტომაც დელიკატურად ამას ვაკეთებ მოცულობას ამას ვაკეთებ რომ ეს მოცულობა ონკოლოგიური ხასიათის უნდა იყოს იმიტომ რომ ემერმონაცემებით ამას გავს და შემდგომ უკვე როდესაც ხდება რამოდენიმე წუთს ყოველთვის ვაძლევთ რომ ეს უნდა
გადახარჯოს. კი ძალიან რთულია. იმიტომ რომ ამაზე პირდაპირ მიაყარო მე რომ ისე რა საოპერაციო და უნდა მოიზადოთ და ოპერაციაზე უნდა გავიდეთ ეს ძალიან ერთბაშად ძალიან რთულია ადამიანმა შეიძლება თავმოიქალოს უბრალოდ იმდენად რთული ინფორმაცია არის. ზოგიერთი სწორად გამიგეთ შულს ელოდება 10-15 წელი. და ძალიან რთული. მაგასაც რო დავინავანებოთ ხო ნებისმიერი. ყველაფერს კი ისედაც ხო შულზე ძალიან რთულია და ნუ ძალიან ის არის. თუმცა არჩილ აქვე მინდა რომ რაღაცნაირად სტიგმა რომ არ გავაღრმავოთ ნეიროონკოლოგიაში კი პროგნოსტული ფაქტორების განსაზღვრა წინასწარ შესაძლებელია, თუმცა ამ ნეიროონკოლოგიაში ძალიან ბევრი კურნალობის მეთოდებია დახვეწილი, ხო? ძალიან დიდი წინსვლებია. წინსვლები, როგორც ქირურგიული მიმართულებით, ასევე სხივური თერაპიებს აქვთ ფანტასტიკური შედეგი, მედიკამენტოზური თერაპიებია გამოსული, ხომ, რომელსაც ასევე ძალიან კარგი შედეგები აქვს და ეს ბავშვები დიდი ხანი ცოცხლობენ და ხომ, ანუ როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ გადარჩენადობაზე, ძალიან ბევრი ადამიანი 5 წლის მეტიც ცხოვრობს და შეიძლება ეს სიმსივნე აღარც კი შემოbrunდეს. აი ეს არის შემდგომი, რასაც ცოტა ხანი რო ვაცდით, მე უკვე ვიწყებთ ამაზე საუბარს, რა გამოსავალი არსებობს, რა ბრძოლის მეთოდები არსებობს, დღესდღეობით მედიცინა და ჩემთვის ძალიან ესე ვთქვათ გარკვეულწილად სამაყოც არის, იმიტომ რომ სულ გვიწევს ამის გარეშე არ შეიძლება საზღვარგარეთაც გაზიარება ერთმანეთთან და ამ შემდეგ ჩვენი გამოცდილების რასაც ჩვენ ხედავთ საზღვარგარეთ ძალიან კარგად მიყვება ამ ყველაფერს საქართველოს და ძალიან დიდი წინსვლებია. ერთადერთი შეიძლება კვლევითი ცენტრი ესეთი არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობა ამის ფუფუნებას არ გვაქვს. რაოდენობა ეს ჩვენთან არის. ეს არის უკვე დიდ ქვეყნებში, მაგრამ აი ეს წინსვლები არის მაგალითად მოლეკულური რაც დაიხვეწა დიაგნოსტიკა, ანუ უფრო მეტად შესწავლა ქსოვილის, უფრო დაიხვეწა შემდგომი ქირურგიის შემდგომი ეგრეთებული targets ქვია, ანუ მიზანმიმართული კურნალობა მათი და შედარებით უფრო ამაზე მიდის ძალიან დიდი მუშაობა, ხა ესე ვთქვათ, რომ რეციდივის ალბათობა ნაკლები იყოს, ის ვთქვათ თერაპია ნაკლებად დამანგრეველი იყოს სხვა გარშემოდებარე ქსოვილებისთვის და ძალიან დიდი წინსვლები, იმიტომ რომ მე მახსოვს, როცა დავიწყე მოღვაწეობა იმასთან შედარებით დღეს სად არის ნეიროონკოლოგიაში მედიცინა, მათ შორის საქართველოშიც რადიკალური განსხვავება და რადიკალურად გაუმჯობესებული შედეგებია. ამიტომ ხომ თავარია რომ დროულად მოხდეს დიაგნოსტირება და ხომ ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი. ამას ნეიროონკოლოგიას ყოველთვის ესე უხსნით ჩვენ პაციენტი როცა გვეკითხება რომ აი რა ან როგორ უნდა მოხდეს ამ უკვე აი რა შედეგი ნეიროონკოლოგიის დღემდე და ადრეს ესე იყო მე ესე მასწავლეს ესე ვთქვა ჩვენ მასწავლებლად ფორმულა რჩება რა ნეიროონკოლოგიაში როცა მიდის ოპერაციაზე საუბარი უნდა იყოს მაქსიმალური ამოკვეთა მინიმალური დაზიანების რისკი რაც შეიძლება გავახანგრძლივოთ პაციენტის ცხოვრება კარგი ცხოვრების ხარისხით. ანუ პაციენტის ცხოვრების გახანგრძლივება უკვე შედეგია. კარგი ხარისხით. ეს უკვე შედეგია და დღესდღეობით ეს გახანგრძლივება საკმაოდ ესე ვთქვათ, რიგ შემთხვევაში რეციდივის გარეშე, ეხლა მე არ გახლავართ 20 და 30 წელი პრაქტიკაში, მაგრამ კოლეგების პაციენტები არიან, რომლებიც უკვე დაოჯახდნენ, რომელსაც 5 წლის ასაკში სიმსივნე და ალბათ ამაზე დიდი ბედნიერება ქირურგისთვის არა რომ ნახოს. არჩილ, აი შენ ამოკვეთა ახსენე და რამდენად ხშირია ხომ შენს კლინიკურ ქირურგიულ პრაქტიკაში ის რომ ვერ ახერხებ ამ სიმსივნის ბოლომდე ამოკვეთას. კი ბატონო, ანუ და ამ ოპერაციას რა ქვია, ეს არის რომ ზეწოლაში ამცირო და აი თქვათ რამდენ ხანში ხდება იმ ნარჩენი სიმსივნის ისევ იმ დიდ მოცულობად წარმოქმნა. ანუ როგორც წესი და რიგი ნეიროქირურგიაში არის ესეთი ესე ვთქვათ გაგება ქვია ნაწილობრივი ამოკვეთა და არის კიდე გროს ტოტალს ვეძახით, ანუ 97% და მეტი და ტოტალური არის უკვე 100%-იანი. უმეტესწილად სიმსივნის ამოკვეთა შეიძლება შემოიფარგლოს ნაწილობრივი და ამას ჩვენ უკვე წინასწარ ვცდილობთ დღესდღეობით რო განსაზღვროთ. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვიცით რომ ეს მოცულობა არის გარკვეულ ისეთ ფუნქციურ ცენტრებთან შეზდილი და უბრუნდებით იმას რომ შესაძლოა ისინი დაზიანდეს ან ესეთი მნიშვნელოვანი სიზარღვოვანი სტრუქტურებია და ეს მილიმეტრებზეა საუბარი და მხოლოდ ის რჩება, მაგრამ ამაზე ესეთი მოვლენები დღესდღეობითაც უკვე უფრო იშვიათია, იმიტომ რომ ქირურგიული გამოცდილება და პლუს ტექნოლოგია ამისკენ მიდის, რომ თუ შანსია ის მაქსიმალურად ამოიკეთოს, უფრო ხშირად ეს არის ის მოცულობები, რომელიც გარკვეულწილად სრული ამოკვეთა და ნაწილობრივი ამოკვეთა არ ზრდის დადებითი პროგნოზის გამოსავალს. ანუ რომ მე ამოკვეთა 50% თუ 80% ესე ვთქვათ, ხო, მისი ზრდის გუნებიდან გამომდინარე, შემდგომი თერაპია რაც მას დაემატება,
არ შეიცვლება გამოსავალი. ამიტომაც ესეთ შემთხვევაში ცდილობ რომ შედარებით შეინახო ქსოვილი და შემდგომ უკვე თერაპიით, რომელიც ამ შენ 50%-ს კიდე დაუმატებს 30-ს და 40-ს და 50-ს, ამით დაამარცხო. ანუ არ უნდა იყოს ქირურგის მიდრეკილება, რომ აი მე სულად ამოვიღე სურათზე სუბთათა და არა, დაავადებასთან ბრძოლა არის. თუ დაავადების რიგ შემთხვევებში საერთოდ ძალიან მცირე ბიოპსიაზეც მეტი საუბარი და შეიძლება ისეთი და წინასწარ ამას ჩვენ ვსაზღვრავთ, ისეთი მორფოლოგია იყოს, რომელიც გადასარევად აიღებს ქირურგს. მარტივად რომ აუხსნათ ჩვენ მაყურებელს, თქვათ არის თავის ტვინში რაღაცა ესეთი კაკლის ზომის ხელა სიმსივნე და ვერ მოაცილეს სრულად, ხო? მოწერი ნახევარი. იმ 50%-ზე ის სხივური თერაპია და ის მედიკამენტოზური თერაპია უფრო ეფექტურად და კარგად იმუშავებს და იმისი შემცირება უფრო სწრაფად მოხდება ამ კუნალობის შედეგად ზომაში. ჩვენ თუ ვიცით რომ იმაზე არ იმუშავებს ქიმია და სხივური, იქ მაქსიმალურად აგრესიულად მივდივართ, მაგრამ იმ ფუნქციო ზონას მაინც ვინახავთ, მაგრამ 50%-ს აღარ ტოვებთ. ამიტომაც არსებობს ოპერაციის დროს ვაგზავნით, რასაც ვეძახით, ექსპრეს ბიოპსიაზე, როგორც წესი ოპერაციის სრულობისას უკვე სანამ ანუ ხდება პირველი 50%-ის დავაქვათ და იმას დრო უნდა ამოღება, უკვე წინასწარი პასუხი გვაქვს. და ეს რა თქმა უნდა ზრდის, მაქსიმალურად მეცნიერულად უდგებით ამას, რომ ეს ძალიან კარგია. კეთილი რა მინდა გითხო იცი ეს მოდი ცოტა ისეთი შეკითხვით მინდა დაგისვა. საკმაოდ ახალგაზრდა ექიმი ხარ შენ. საქართველოში მაინც პაციენტები ექიმთან მიდიან word of mouth-ით, ანუ იქ აიკითხავენ ვინ არის კარგი ექიმი, ვისთან მივიდეთ და როგორ აკრიფე პაციენტები, იმიტომ რომ შენ ძალიან დიდ ვარსკვლავ ნეიროქირურგებთან მუშაობ, ხომ? პატონი ლადო მახსენდება, ეხლა ციხარიშვილი, რომელიც არის შენი ხელმძღვანელი, ხო? და აი ხო, ეხლა პირობითად ვეთქვი, ცუდად არ გამიგია. იმიტომ რომ მე რომ მქონდეს გასაკეთებელი ოპერაცია, მე რომ მქონდეს გასაკეთებელი ოპერაცია, ხო, არჩი მე კი გენდობი და ვიცი რომ ძალიან მაგარი ქირურგი ხარ, მაგრამ აი რაღაცნაირად ჩემი იმით ლადოსთან მივიდოდი. ბუნებრივია და ამიტომაც ამას ჩვენ ძალიან ჯანსაღი. და როგორ კრებ საქართველოში პაციენტს? ამას არ ვკრებთ ესე, ამას მე დავარქმევდი, რომ ეს არის გუნდური მიდგომა და პირიქით, ანუ ჩემი პაციენტების ძალიან დიდი რაოდენობა არის, რომელიც ერთად ხდება, ანუ ლადოსთან პლუს მით უმეტეს ხდება და ხა რახან ბატონატოს შეეხეთ, ჩვენთვის ძალიან დიდი ამაგია მასე ჩვენთვის. მართლა ძალადო არის ძალიან ბევრი კუთხით გაგზარდა, გვასწავლა და ამიტომაც ჩვენ დღემდე და გვაქვს ბედნიერება რომ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ვიყოთ ერთი გუნდური მიდგომის ხარი. ამიტომაც ესე მოხვეჭა პაციენტების ალბათ ხდება მათგან ამ ესტაფეტის გადმოცემით და ანუ ჩვენ დღემდე როგორც ანუ ერთ გუნდად ესე ვთქვა და მივდივართ და მე ნუ იმედი გვაქვს რომ ამ ესტაფეტას ჩვენ უკვე გამოგათ უკვე მივიჩავებარებთ და განვაგრძობთ და ჩვენს შემდგომ თაობას ვიცით. ამიტომაც ესე ცალკე განცალკევება გუნდისგან და ის რაღაცა პიარის გაკეთება და მე იმას არ არის ესე არა. ნეიროქირურგიას მრავალი წელი უნდა და ყოველთვის მუდმივ სწავლაში ხარ და სულ მახსენდება ჩემზე უფროსი თაობის და მასწავლებლის სიტყვები რომ რაც უფრო დიდი ხანი ვარ ჩვენ ნეიროქირურგიაში უფრო მეტი გვესმის რომ არ ვიცით ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ. ამიტომაც მათი ზურგიდან მათი ეს ქოლგის ქვეშ გაზრდილები ვარ და შემდგომ მათგან ხდება ამის გადმოცემა და მათთან ერთად ვიზრდებით ჩვენს, იმიტომ რომ გვინდა არა ის პაციენტი ჩემთან მოდის, ის მეორე აზრს ყოველთვის კითხულობს და ამას მე მივესალმები. საჭიროც არის და ის მეორე აზრი ძირითადად მოიკითხება ლადოსთან და ბრწყინვალედ ბევრ ნეიროქირურგთან, რომელიც ჩვენზე უფრო დიდები არიან და მათ მეტი სახელი აქვს და იმათმა რომ არ გაუწიონ რეკომენდაცია რომ კი ბატონო ჩვენ ვიცნობთ მას და ის ჩვენთან ერთად არის და შეგიძლიათ მასთან მიხვიდეთ, ის პაციენტი რა თქმა უნდა არ მოვა ჩემი ასაკის ან ჩემზე კიდევ უფრო ახალგაზრდა ნეიროქირურგებთან. ამიტომაც აი რატო ვიცი რომ საქართველოში პაციენტის ქცევა მაინც განსხვავებულია, ხო? საქართველოს პაციენტი მედიცინას როგორც ინსტიტუციას ნაკლებად ენდობა და პერსონალიებზე დამოკიდებულია. რასაც ვერ ვიტყოდი მაგალითად ევროპელ პაციენტზე. მე ესე მიმაჩნია. ესე უხეშად არ არის, მაგრამ ჩვენთან გარკვეულწილად ეხლა უფრო დისციპლინირებულია სხვა მხრივ, რომ ექიმი რო ეტყვის რომ ეს გასაკეთებელია, იმას ეგუება მეტად უფრო, მაგრამ იქაც რო ყოფილა შიდა ინსტიტუციებში, აი ანალოგიური სიტუაციები ყოფილა, რომ ნუ გაკითხვი თქვა, მიდიან, თუმცა იქ ცოტა უფრო კი, ცოტა სხვანაირ ჩარჩოშია. ჩვენ რითაც განსხვავდებით და ამით ცნობილები ვართ უფრო მეტად ემოციურად და
ალბათ ვიტყოდი 50 მაგი ყურადღებით უდგებით ძალიან პატარა დეტალსაც კი. რაც ჩემი აზრით პედიატრიულ ნეიროქირურგიაში საკმაოდ ფსიქოემოციურად ექიმისთვის რთულია ეს, მაგრამ გარკვეულწილად სწორია, რომ პაციენტის შობელი არასდროს ამას არ გამეკითხავთ. ჩვენ სწორი არის, რომ ესე დეტალურად უდგებით. შენ რეზიდენტურა გაიარე უკრაინაში. იცი უკრაინული ენა? კი. რამდენ როგორ ისწავლე? უკრაინული ენის სწავლა ცოტა რთული იყო, მაგრამ დასაწყისში პირველი წელი ძალიან რთული იყო უკრაინული ენის სწავლა, მაგრამ მე უკვე პაციენტებთან ხა თავისუფლებას გვაძლევდნენ, ესე ვთქვათ, რომ როგორც ინგლისურად, ისე რუსულად გვესაუბრა, ხა ექიმებთან, ესე ვთქვათ, და გაგორჩედა ოპერაციის სრულობისას მით უმეტეს, მაგრამ უკვე მე პაციენტებთან, რომელიც შეიძლება რეგიონიდან ჩამოვიდეს, მათთან უკვე ნელა საჭირო ხდება უკრაინულის და მე უკვე მეუღლე დამეხმარა, მეუღლეც უკრაინელია და უკვე კი და მე უკვე მოიწია ესე ვთქვათ, მაგრამ თავისი რთულებით, თუმცა წარმატებით. ისე ხო აი იქ გაიარე რეზიდენტურა და ვთქვათ ეს სკოლები ჩვენი ქართული და უკრაინული სამედიცინო სკოლა განსხვავებულია თუ აი მაგალითად პრაქტიკა იქ უფრო ბევრი რამე ნახე. ერთადერთი განსხვავებული ან მე ვიტყოდი რომ ჩვენთან დღესდღეობით მე როგორც უყურებ რეზიდენტებს საქართველოში გარკვეულწილად როგორც თუნდაც ლადოც ვთქვათ ან სხვადასხვა ნეიროქირურგები როგორც ზრდიან რეზიდენტებს ანუ გაცილებით მეტ თავისუფლებას და ოღონდ კონტროლის ქვეშ. ჩვენთან კი აძლევენ. უკრაინაში უფრო ხა მე როცა ვიყავი ცოტა ცუდი პერიოდი იყო იქ მაშინ დაიწყო გადატრიალება და მთელი ამბავი იყო და ყველა ძალიან დაძაბული იყო, მაგრამ ძალიან ესე ვთქვათ ეს იუშენკოს დროს იყავით 2013-ში მაიდანი რო დაიწყო მაგ დროს დავიწყე იქ ან დავიწყე და მაიდანი მალევე დაიწყო ესე ვთქვათ რა და პედიატრიულ ნეიროქირურგიაში თავიდან როგორც ჩამოსულს პირველი ალბათ წელიწად ნახევარი დამჭირდა 2 წელი რომ წელიწად ნახევარი ესე ვთქვათ რომ საოპერაციოში უკვე თამამად ესე ვთქვათ შევსულიყავ და ხელისაგებანა მეტნაკლებად კი ძალიან ესე ვთქვათ სტუმართმოყვარე კი ბატონო ძალიან გადავყვნენ ცოდნაშიც თუმცა თავიდან ხო ნელა ძალიან ესე ნდობის მოპოვება საკმაოდ რთული იყო მაგრამ დიდი პლუსი რაც არის ეს არის კი ბატონო მოსახლეობა იმდენად დიდი მოსახლეობა და შემთხვევებიც ბევრია პრაქტიკის თვალსაზრისით კი ანუ ჩვენთან თუ ახსენებით თვეში 4 ონკოლოგია იყო იქ კვირაში იყო 8 ანუ რადიკალური განსხვავება კორუფცია არის კი კორუფცია ხარ არ ვიცი მეგობრებს თემი არის ხო ჯიბეში რო უტენიდნენ ეგ ძალიან რთული იყო კი ეგ ნუ ჩვენ ხა საქართველოსდან ვიყავით მაგაზე ეხლა ჩვენ უკვე ისეთ დროს გავიზარდეთ როცა ძალიან დიდი ტაბუეთო ამას იმიტომ რომ ადრე ჩვენთანაც იყო სამშობაში რო ყოფოდნენ მაგრამ ეხლა ჩვენ უკვე რო გავიზარდეთ ეს რაღაცა პირადი ძღვენის ფულადის სახით ეს რაღაცა ესეთი გაუგებარი იყო ჩვენთვის და იქ რომ მოხვდით ეს ხო ეს იქ ბუნებრივი იყო იმიტომ რომ მათ არ აქვთ ოფიციალური ხელფასი ამ ძალიან მიზერულია ექიმის ხელფასი ამიტომაც კორუფციაში გადის ეს მაგრამ ეს იყო ეს ითვლება პაციენტის მადლობად ესე ვთქვათ მაგრამ ნუ ჩვენ ეს არ მივიღეთ ეს მთელი ჭიდაობა იყო მოსაცე იმიტომ რომ ნუ პაციენტი ცუდად იღებს როცა არ თქო მაგრამ ნუ ეს სხვა ამბავია კორუფცია იყო საკმაოდ არა დღესდღეობით როგორც ვიცი ნელა ეხა დღეს აბსოლუტურად სხვა კატასტროფა ხდება იქ გასაგებია მაგრამ ნელა ეწყობიან ისეთ ჯანდაცვის სისტემაზე მსგავსე ბოლოში კოლეგები ვნახე კონფერენციაზე და ვესაუბრე როგორც ჩვენთან მოდის უკვე ეს DRG სისტემას რო ვეძახით ანუ ეს ოფიციალურად თქვათ კოდს მისადაგება გარკვეული განფასება და ასე შემდეგ და ნუ იქ უკრაინაში კორუფციის აღმოფხვრა ბევრად უფრო რთული იქნება იმიტომ რომ ხო უკრაინაში კორუფციაზე საუბარი შორს არ გვიყვანს ხო ეს მოდი ისევ მედიცინას დაუბრუნდეთ ძალიან მტკივნეული თემაა რა თქმა უნდა ეს ამბავი უკრაინისთვის ხო აი ეხა უკრაინაზე გამახსენდა, ხა იქ ძალიან ბევრი ტრავმა იქნება, ბუნებრივია, ძალიან ბევრი დაჭრილი ადამიანი იქნება და ნეიროქირურგიაში ტრავმები ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა. აი შენ თუ გიწევს იაშულში მაგალითად ტრავმების დროს ბავშვთა კონტინგენტზე ოპერაციების გაკეთება ეს იქნება სიმაღლიდან ვარ თუ ავტოსაგზაო შემთხვევებია ჩვენთან არც თუ ისე იშვიათი და ესე ვთქვათ ამის გამო ხდება ქირურგიული ჩარევები იაშულში საკმაოდ რთული კომპლექსური ჩარევებიც ტრავმის მთელი ესე ვთქვათ სირთულე იმაში არის რომ ეს არის ძალიან მწვავე პაციენტი როგორც წესი თუ ნეიროქირურგიულ ოპერაციაზე მიდის საუბარი უმეტესწილად ეს არის ძალიან მძიმე პაციენტი კომატოზური ესე რომ დავარქვათ უკვე შემოძად მიმდინარე სიზლდენით შეიძლება სხვა ორგანოების დაზიანებით და აქ უკვე ეს
პირველ რიგში პირველივე ნაბიჯი არის ხოლმე წინასწარ გადმოგეცემა რომ ესეთი მოდის ყოველთვის ვცდილობთ რომ ახლა მარტო ნეიროქირურგზე არა დაწყებული ემერჯენსის ბრწყინვალე ექიმები დამთავრებული ყველა პროფილი ხდება რომ უცბად უნდა მოხდეს ანუ დრო თამაშობს შენ წინააღმდეგ ძალიან უცბად უნდა მოხდეს გაფილტრვა ყველა სისტემის და პირდაპირ ესე ვთქვათ კომპიუტერული ტომოგრაფია და საოპერაციო ბლოკში თუ საოპერაციო ვითარება ძალიან დაიხვეწა ეს არ შემიძლია არ აღნიშნო, იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში იაშულის ჰოსპიტალში ნეიროტრამის, ესეთი მძიმე ტრამვების მართვა და შეიქმნა ეროვნული პროტოკოლი, რაც შეიძლება ეს გამოვიყენეთ ეს როგორც სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა, ასევე ლიტერატურა, ასევე ჩვენი პრაქტიკა და მაქსიმალურად გაიფილტრეს, რომ ეს გამოსავალი გავზარდოთ, იმიტომ რომ საკმაოდ მაღალ სიკვდილიანობასთან არის დაკავშირებული ქალატუნის მძიმე ტრამვები. და გარკვეული შედეგები ჩვენ ალბათ რამოდენიმე წლის წინ მივიღეთ ეს დადებითი შედეგები, რაც დღესაც გვიამოყება რა ერთ-ერთი ჩვენი პაციენტი სასახელო გახდა სამედიცინო სტუდენტი ჩავა. მაგარი რა ტრამა იყო ავტოსაგზაო შემთხვევაში. ტრამა იყო საკმაოდ მძიმე და რიგი ძალიან ესე ვთქვათ როგორც არანაირი ნაკლოვანება არ დარჩა. არა, ოჩაღად არის ძალიან. მე ვფიქრობ ქირურგიული თვალსაზრისითაც და ნევროლოგიურითაც ძალიან ოჩაღი გოგონა არის და სამედიცინოზე ჩაბარება არ არის ხოლმე მარტივი და ძალიან გაგვიხარდა რომ ამ პროფილს ესე ვთქვათ და ხელი კი. რა მინდოდა მეკითხა იცი ტრამებზე ვისაუბრეთ, ონკოლოგიაზე ვისაუბრეთ, ხო, ისევ ონკოლოგიას რო დაუბრუნდეთ და აი ჩვენ ვთქვით რომ კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები არსებობს. ზრდის ტემპებით კეთილთვისებიანი სიმსივნეები უფრო სწრაფად იზრდებიან? ხო, ანუ ჩვენ ესე კეთილთვისებიანს და ავთვისებიანს ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ პაციენტებთან ვიხმაროთ რომ მათთვის უფრო გასაგები ენა არის ხოლმე ნეიროქირურგიაში უფრო ვიმხრობთ ხოლმე დაბალი ხარისხის ან თავის ტვინდა მზარდ სიმსივნეებს რო ვთქვათ რა დაბალი ხარისხის და მაღალი ხარისხის და სულ არის 4 ხარისხი არის. მე-4 არის ყველაზე მაღალი, ანუ ეგრეთ წოდებული ავთვისებიანი. კეთილი ხასიათის, ანუ პირველი ხარისხის სიმსივნეები არა, პირიქით, ნელ ზრდასთან არის დაკავშირებული, ანუ ნაკლებად აგრესიულის და აქვს ხოლმე რომ სხვადასხვა ინვაზირებას მოახდინოს და შედარებით გაცილებით ვიტყოდი, უფრო დადებითი გამოსავალი გრიგ შემთხვევებში ეგრეთ წოდებული რეციდივის გარეშეც კი. გარკვეული აქ რაც არის ესე ვთქვათ მედლის მეორე მხარე ეს არის რომ პირველი ხარისხის სიმსივნეები ნაკლებად ყველა არა მაგრამ რიგი მათი ნაკლებად არის მგზნობიარე შემდგომი სხიური თუ ქიმიოთერაპიის მიმართ შეიძლება ისევ გაიზარდოს ამიტომაც აქ უკვე ქირურგიული რადიკალობა რიგ შემთხვევებში მნიშვნელოვანია როცა მივდივართ უკვე მე-4 ხარისხის სიმსივნეებზე აქ კი ანუ გააჩნია რომ მელქვეტებს უკვე ეს შორს წაგუყანს მაგრამ ნუ ყველაზე აგრესიული ხარისხებიც რა ვიყოთ ის უკვე რეციდივს პირველ წელს იძლევა რიგ შემთხვევებში ქირურგიის შემდგომ სხიურის ქიმიის მერე იმიტომ რომ საკმაოდ უჯრედულ დონეზე საკმაოდ კატეგორიულია და სწრაფად იძლევა ხოლმე რეციდივს დაბრმავებულა შენი ბავშვი პაციენტი ბატონო დაბრმავებულა შენი ბავშვი პაციენტი ოპერაციის მერე მე რაც იაშულში ვარ არა მარტო ჩემი არამედ ონკოლოგიის მერე ესე ვერ გავიხსენებ რომ ქირურგიის მერე გამოვიწვიეთ სიმრავლე უფრო ხშირად ეს იმიტომ რომ ჩერდები მათ ოპერაციაზე ანუ როცა ხედავ რომ ხედულობის ნერვი შეიძლება დაზიანდეს უმეტესწილად მან ქირურგიულ ჩარევას აყოლნებ და იმ ხედულობის ნერვზე მილიმეტრიან შრეს და ამ შემდეგ ან მის კაფსულას უმეტესწილად მოდის უკვე დაქვეითებული ხედულობით აი ეს კრანიოფარინგიუმები არის რა ეს პედიატრიისთვის ასევე ცალკე ესე ვთქვათ ხშირი მოვლენა არის ეს არის ჰიპოფიზ ნეიროენდოკრინულ ცენტრს რასაც ვეძახით იქედან მზარდი მოცულობაა და ამაზე ზევით პირდაპირ იმყოფება ორივე მხედველობის ნერვი ამიტომაც ერთ-ერთი პირველი ნიშანი მათ რაც შეიძლება გქონდეთ ეს არის დაქვეითებული მხედველობა თუმცა რიგ შემთხვევებში ვქონია რომ პირიქით გაუმჯობესება მცირედი ქონია მხედველობის როცა უკვე მოცულობითი ეფექტი თუ დროული იყო ხოლმე იხსნებოდა მე პირადად ვერ გავიხსენებ რომ მხედველობა პირიქით გავაუარესეთ იმიტომ რომ მიზანი იკარგება ქირურგიის მაშინ თუმცა დროებითი აი მხედველობითი ესე ვთქვათ რომ ვერ არჩევდა ვთქვათ კარგად აი შორს რაღაცა რაოდენობას ან ვთქვათ თავიდან ცოტა დაბურულად ხედავდა ესეთი მქონია რომელიც უკვე რაღაც ვთქვათ თვეში 2 თვეში 3 თვეში საგრძნობლად გაგვიმჯობეს და დროებითი ნევროლოგიური დეფიციტები უფრო ხშირი მოვლენა არის ნეიროქირურგიაში მსოფლიო სტატისტიკასაც რო გადახედოთ მუდმივი დეფიციტის ალბათობა ალბათ
სადღაც 5-7%-ს არ ცდება გააჩნია ხა ეს ან ზოგადი ის არის, მაგრამ ჯამში დროებითი უფრო ხშირია, რასაც აი თქვენ რაც აღნიშნეთ ნეიროპლასტიურობა, ესეც ბავშვებში დიდებისგან განსხვავებით უფრო ესე ვთქვათ, აი იმ ქირურგიის დროს იმ მანევრს და იმ манипуляციას, რასაც თავის ტვინზე აკეთებ, გარკვეულწილად უხეში სიტყვა, მაგრამ კპატიობს ესე ვთქვათ რა, რომ შემდგომ შეიძლება. თუმცა ბავშვთა ასაკშიც ეს ონკოლოგიური დაავადებები უფრო აგრესიულადაც მიდის ეს რომ ვთქვათ ხომ. რა მინდა შეგეკითხო იცი თქვენ ახლახანს დაბრუნდით კონფერენციიდან რომელიც იყო ნეიროქირურგთა საერთაშორისო კონფერენცია და საქართველოს იყო ეხლა რივიუებს რო ვათვალიერებდი Facebook-ზეც და იდო სოციალურ ქსელებშიც საქართველოს იყო ძალიან ბევრი თემით წარმოდგენილი ძალიან ბევრი შემთხვევა იყო განხილული და ეს მართლა ძალიან მისასალმებელია იმიტომ რომ შესაძ მეცნიერებას ეხება საქმე ჩვენაირ პატარა ქვეყანაში ფაქტობრივად აი ნებისმიერი მეცნიერული მიღწევა არის ძალიან წასახალისებელი და ძალიან მისასალმებელი, იმიტომ რომ ხო ისეთი დონის კონფერენციებზე უბრალოდ არ მიიღებენ არც არა თქო კი. ანუ ეს ძალიან გვიამაყება ჩვენ და მოხარულები ვართ. ანუ ეხლა ძალიან ისე უბრალოდ რო ვთქვათ, ალბათ ანუ ეს არის მსოფლიო ნეიროქირურგთა ფედერაცია, რომელიც რამოდენიმე წელიწადში ერთხელ ატარებს კონგრესს. მსოფლიოს წამყვანი ვინც არის, აი, ვისიც წიგნებითაც გავიზარდეთ და ვინც კიდე ისინი ყველანი ჩამოდიან და თავის როგორც გამოცდილებას ისე კლინიკურ შემთხვევებს გვიზიარებენ. მსოფლიო ჩემპიონატებითა ესე ვთქვათ, ოღონდ დაავადების წინააღმდეგ ესე ვთქვათ რა. რა წინსვლებია და ასე შემდეგ. ამ კონფერენციაზე ხა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობა ან წინასწარ აგზავნით ამ თემატიკებს ისინი განიხილავენ ესე მარტივად არ იღებენ. რა თქმა უნდა და ანუ 8 თემატიკით ვიყავით წარმოდგენილი. მე ვიცი კი აქედან 6 ქონდა სიტყვერი მოხსენება, 2 კიდე ცალკე სტენდზე იყო. აქ ამ 8 თემატიკიდან 4 პოსტერი კი ბატონო 4 იყო უშუალოდ უკვე პედიატრიულ ნეიროქირურგიაზე და თქვა იაშვილიდან რამდენის თანაავტორი გამოცდილებაზე თანაავტორი ვიყავი 4-ვეში პედიატრიაში თანაავტორი იყო ძალიან კარგი ანუ 8-დან 4-ში თანაავტორი არჩილ შენ იყავ კი ბატონო და ძალიან დიდი აქცენტი გავაკეთეთ ასევე ამ ნეიროონკოლოგიაზე იმიტომ რომ ძალიან სპეციფიური მიდამო არის ბავშვთა ასაკში და ამ გამოცდილების გაზიარება და მათგან მე შეფასებების მიღება ძალიან საინტერესო იყო ეს და ალბათ რაც ყველაზე ძალიან გამიხარდა ეხლა ჩვენ ისედაც ჰოსპიტალებში თუ დავდივართ და კოლეგებს ფერს ვისნობ საზღვარგარეთ და სულ ყველასთან გვაქვს კომუნიკაცია და მეტნაკლებად სოფლიო მასშტაბით რა დონეზე დგას ჩვენი ხედვა ნეიროქირურგიაში ნეიროონკოლოგიასთან მიმართებაში სუფთა ქირურგიული თვალსაზრისით ვიცით მაგრამ როდესაც კონგრესზე უკვე ამას გაიტან აქ აპლოდისმენტებზე არაა საუბარი მათგან კრიტიკულ კითხვებს მოისმენ მათ მოსაზრებას მოისმენ და ამის ჯამში და ამის შედეგად დაასკვნენ რომ იგივე ჰორიზონტზე ვართ როგორც ის ვთქვათ წამყვანი სპეციალისტები და ჩვენი იდეები თუ სწრაფად თუ სამომავლო გეგმები რასაც ვთვლობთ სადაც უნდა გაძლიერდეს ნეიროონკოლოგია იმიტომ რომ ქირურგია ერთ-ერთი ჯაჭვია ამისი და ესენი ყველაფერი ემთხვევა ძალიან გვახარებს იმ თვალსაზრისით რომ სწორი კურსით მივდივართ ესე ვთქვათ ამიტომაც კი წარმატებით ჩაიარა და იმედი გვაქვს რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეც და უფრო საინტერესო თემატიკებს გავიტანთ და ძალიან ესეთი მწვავე დისკუსია გვექნება მათთან იმიტომ რომ დისკუსიაში მე არის ის ესე ვთქვათ ჭეშმარიტი რა იხო ის სუსტი წერტილი რაც უნდა გაძლიერდეს ვთქვათ და კიდევ უფრო უკეთესობისკენ მივიყვანოთ რომ ეს ჯამში აისახება პაციენტის დადებით გამოსავალზე და ჯანმრთელობაზე და ეხა რაღაცნაირად ბოლოსკენ უნდა ამოუწურავი თემაა ბევრი დასაუბრო და რაღაცნაირად დასასრულისკენ რო წავიდეთ ასრულებ ოპერაციას იღვიძებს ოპერაციის შემდგომ უკვე შენი პაციენტი ბავშვი როგორ ახდენ მასთან კომუნიკაციას პირველი კომუნიკაცია როგორ არის ხოლმე მასთან როდესაც აი ის რეანიმაციიდან უკვე პალატაში გადადის ან კი ბატონო ეს ანუ ნუ რა თქმა უნდა ხა ასაკზე არის დამოკიდებული ეს ძირითადად უკვე პედიატრიულ ასაკზეა საუბარი რომელიც ნოვიერი პირველ რიგში ანუ ბავშვები მაგით არიან ძალიან განსხვავებული რომ ძალიან სუფთა ანუ ის აქვს და დამოკიდებულება აქვს და ძალიან ნდობა არ უნდა მისი არ უნდა გაუქარწყო. ამიტომ პირველს ყოველთვის ვთქვი ხოლმე რომ რომელთანაც უკვე შეიძლება საუბარი ოპერაციამდე აუხსნათ რომ გაიგუძებს დედიკო და მამიკო გვერდზე არ იქნება, მაგრამ ან მე ან ჩვენთაგანი აუცილებლად უკვე გამოგვიძების ეტაპზე ეს როგორც პირობა რომ დაიძინებს გამოგვიძების ეტაპზე ბოლომდე არა ესე ვთქვათ. სულ გამოსული ეს ახსოვდეს და აუცილებლად ანუ
რა დროც არ უნდა იყოს რა ყოველთვის ეს ჩვენთან დოგმა არის ხოლმე რომ ქირურგები რომლებიც არიან ოპერაციაზე სანამ არიბუძებს ანუ სახში ან სხვაგან რაც არ უნდა ხდებოდეს ეგ ავიცი შულ სკოლა გქონდეს რაღაც უნდა მიყვიდე დაბადების თხოვნ გამორიცხული ან ვიქ უნდა იყო ყოველთვის ეს იმიტომ არა რომ რაღაცა მშობელმა იგზნოს რომ აი ჩვენ ექიმი გადაყვა არა ეს შინაგანი ისაა რა ანუ რომ აი ბოლომდე რომ ეს სამშვიდობოს პირველ ეტაპისთვის გავედით და პირველი გამოღვიძება როგორც წესი არის ხოლმე რომ ჯერჯერობით ესე სრულად გონზე მოსული ესე თქვა არ არიან ყოველთვის ხდება ანუ როგორც სიტყვიერი კონტაქტი ასევე ვცდილობთ ან ხელზე შევეხოთ ან ცოტა ესე თქვა მოვეფეროთ რომ კარგადაა ყველაფერი რაღაცა მარტივი დავალება მივცეთ რომ აბა ხელი თქვა მომჭირი ან ხო ან ფეხი გამიმოძრავი ყოჩახში აქ ყველაფერი კარგადაა და აუცილებლად მაგას უნდა მისპირობ რომ აი ხა 5 წუთი დედიკო გარეთ გველოდება შემოვდივართ როგორც შეგვპირდით ანუ ამას რო გძნობს რომ იმ პირობას უსრულებ და გეგმას მიუყვებით ხო ანუ უსაფრთხო ან გძნობს რომ რაღაცა აი ხო დაცული არის ესე ვთქვა რომ აი ვიღაცა არ მოვა და უცბად რაღაცა ნებს არ უჩვენს ოპერაციის შემდგომ ტკივილი აქვთ ხოლმე აქვთ კი ბატონო ანუ აქვთ ტკივილი პირველი ალბათ მე ვიტყოდი ხა გააჩნია რა ოპერაცია ტარდება მაგრამ ძირითადად განაკვეთის ტკივილი არის ხოლმე ანუ რბილი ქსოვილებს და კონცის პირველი 3-4 დღე საკმაოდ მტკივნეული და ემოციურად საკმაოდ რთულია ბავშვისთვის და ნუ აი ძალიან გეჩხუბება ყოველთვის რომ აი ტკივა და აი აგზნებულია და ნუ აქ აი ცდილობ რომ აი და მანდაც ეგიხატება რომ აი გამოცდილებით რო იცი რომ რა ოპერაცია და რო იცი რომ 72 საათში ეს გაცილებით უკვე კარგად იქნება და ეუბნები რომ აი დღესაც მოდი ერთი დღეც აქ ვართ გავაკუჩებლით ყველაფრით ხვალ უკეთ იქნებით აი მეორე დღეს თვითონ რო ხედავს უკვე თვითონაც უკვე განწყობილი უკეთესად რო არის ეს ტკივილიც იმდენად შემჩნეველია რომ უკვე ნელა მოყვება. ნუ ბევრი ის არის დიდების ეგ ეთამაშები იქ ცოტა სტილობ, მაგრამ თავისთავად გაკეთებული ოპერაციების შემდეგ ეს ბავშვები ნახოვებში არიან ხოლმე და ამ ნახოვს რამდენ დღეში ხსნი? ნახოვს საერთოდ ვცდილობთ ხოლმე ეგ ძალიან ესეთი კომპლექსური ის არის ხოლმე. ნახოვს საერთოდ აღხსნით ხოლმე სანაკერებს აღხსნით. მაგის მე ის სობრ ხოლმე ძალიან კაცი ვარ მაგაში, იმიტომ რომ ანუ ყოველდღე ვცვლით ამ ნახოვებს, ვახვევთ ყოველთვის, თუმცა ვცდილობთ რომ ჭრილობა ყოველთვის დაცულიყო, ზოგჯერ შეიძლება ხელი მოვიკვიდოთ, ასე შემდეგ ეს პრობლემა. ეს სამედიცინო კუთხე. მეორე კუთხე არის ეს თუ არის გოგონა. რომელსაც გვინდა არა ეხა გარკვეულწილად მის გადაყვარსვა გვიჭერს ხოლმე. ხო და ამიტომაც ვცდილობთ რომ ვიზუალურად ეს არ დაიმ დღემდე მახსოვს რაღაცა ლადო იყო, ლადოს პაციენტი იყო, რაღაც უზარმაზარი ოპერაცია, ოპერატორი იყო, მე ასისტირებდი, რაღაცა ძალიან დიდი ოპერაცია ჩავატარეთ და ამ ბავშვს ნუ აბსოლუტურად გადასარევად გაიღვიძა, ყველაფერი რიგზე იყო და პირველი კითხვა რაც დასვა, სარკე მომეცით. და მან თოლები გავიდით და იმიტომ რომ საკმაოდ ეს დიდი განაკვეთი იყო და ვეცადეთ რომ ნაწილი შეგვენახათ ვის რომ გადმოიმორცხოს, მაგრამ აქეთ არ ქონდა და ნუ ეს სარკეში ვეცადეთ რომ მოდი ჯერ არ გვინდა და მოდი მერე და ნუ მე ნენა შევეგუით ამას და ასე შემდეგ. ამიტომაც აქ არანაკლები არის, ანუ ქირურგიაზე ყოველთვის შეიძლება ღამეები გაათენო ჯერ სანამ დაიწყებ ეს რომ დაგიგმო ეს ყველა ნიუანსი, მაგრამ აი ესეთი ნიუანსები როგორიც არის თუნდაც ეს თმაც და კოსმეტიკური მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია და არანაკლებია და სულ აი ეს პატარა 1% იქ მიმატება, ანუ აი რამხელა განსხვავებულ შედეგს გაძლევს, კი, შეიძლება იქ სიმსივნის განმეორების დასთან და იმასთან ეს კავშირში არ არის, მაგრამ მისი ბრძოლის უნარება ძალიან მებრძოლები არის ბავშვები, ძალიან. ამიტომაც ჩვენ რაც უფრო ბევრად უფრო მებრძოლები არიან. მე რაც შეხება მქონია გაცილებით დიდ მოზრდილთაში ვარსო პედიატრიაში, უფრო პედიატრიაში ვსულობ, მაგრამ გაცილებით და ჩვენ აი ეს პლასტიკებს თუ აკეთებთ აი ტრეპანაციის დროს, როდესაც ზრუნოვანი ნაკლოვანებაა მაგალითად ან ხო ოქციპიტან, კეფისვლისან. კი, პლასტიკას ვაკეთებთ, უბრალოდ ბავშვთა ასაკში რა სირთულეც არის პლასტიკასთან, ეს არის რომ გარკვეულ ასაკამდე გაუწოვადი, ანუ ეს რიგიდულ ფიქსაციას, რასაც აი ტიტანის იმპლანტით. ფიქსაცია გარკვეულ ასაკამდე ცოტა უფრო რისკიანია, იმიტომ რომ თავის ქალა როცა იზრდება, ის ველმოყება და სხვა პრობლემებს იწვევს. ამიტომაც ძირითადად პლასტიკებით უკეთდება ან საკუთარივე ძვლითვე და თქვა საკუთარი ძველი თორობა შესაძლოა მეორე მხრიდან იქნას გადმონერგილი და ეგრეთ წოდებული გრაფტი გაკეთდეს. ან უკვე დღესდღეობით არის იმპლანტები, რომელიც მეტნაკლებად კარგად ადაპტირებს, არ არის გაწოვადი, მაგრამ ბიოშეთავსებადია უფრო შედარებით და მასთან ერთად შეიძლება მოხდეს. ამიტომ და ინდივიდუალური ჩამოსხმა ხდება. ინდივიდუალური. და აკეთდება ეს თუ ძალიან მცირე დეფექტი არის საუბარი, ის არის, მაგრამ დანარჩენი კი ინდივიდუალური. არა, ამას უკვე ინდივიდუალურ ჩამოსხმას და გამოშვებას საქართველოს ამ ეტაპზე არ აკეთებს, თუმცა ამის დამზადება ხდება, ანუ ამას ჩვენ ვაწვდით საზღვარგარეთ, ხდება იქ დამზადება და ამ იმპლანტის შემოტანა ბიზნესი მგონი უნდა დავიწყო. მაგაზე ეგიდია ბევრს ქონდა ძალიან და ჯერჯერობით იმედი გვაქვს რომ ვიღაცა თქვა ხალხს მოკიდებს ჩვენ ქირურგები მოხარულები ვიქნებით პირიქით რომ აქ იქნება უკვე რომ სხვადასხვა სირთულეები არ ქონდეთ პაციენტებს. კი, კარგი ბიზნესი იდეა,
არჩილ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, ძალიან საინტერესო საუბარი იყო და მე ზოგადად პროგნოზებში ვარ ძალიან მაგარი და მე შენ ფანტასტიკურ მომავალს კი წინასწარმეტყველებ როგორც ექიმს, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი მედიცინის პროფესიონალი ხარ, ძალიან სერიოზულად ეკიდები შენ საქმეს და ძალიან ბევრი კმაყოფილი პაციენტი ყავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და წარმატებები და ბევრი გამოჯანმრთელებული პაციენტი. მადლობა რომ მაქსიმალურად ყველაფერი კარგია. ჩვენი გადაცემა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მიკროფონთან იყო არჩილ აგლაძე, იაშვილის ნეიროქირურგი, ვისაუბრეთ საკმაოდ საინტერესო თემაზე, ონკოლოგია ნეიროქირურგიაში და აქვე მინდა გთხოვოთ, რომ მომდევნო პარასკევამდე აუცილებლად მოიწონოთ და გამოიწო წეროთ ჩვენი YouTube-ის არხი ექიმი მიკროფონთან და მომდევნო პარასკევს კიდევ უფრო საინტერესო თემით და სტუმრით დაგიბრუნდებით ერთი კვირით გამშვიდობებით. მადლობა.